ტრაგედია ათონელის 31-ში 19 წლის მარიამ არაქელოვი მეზობლებმა სადარბაზოში საკუთარი ბინის წინ მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით გოგონა შეყვარებული იყო, გუშინ კი მეგობარ ბიჭთან დაშორება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ვერსიით სასიკვდილო ჭრილობა გოგონას სწორედ შეყვარებულმა მიაყენა, რის შემდეგაც ახალგაზრდამ თვითმკვლელობას სცადა. დეტალებს ლევან ჩუგოშვილი არკვევდა. 19 წლის მარიამ არაქელოვი გუშინ საღამოს სადარბაზოში საკუთარი ბინის წინ ამ ადგილას მოკლეს. ათონელის ქუჩაზე შემთხვევა 9 საათისათვის მოხდა. რა გახდა გოგონას სიკვდილის მიზეზი, ამაზე ორი ვერსია სახელდება. პირველის მიხედვით ის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მეორე ვერსიით კი გოგონა გაგუდეს. სადარბაზოში მოკლეს ჩემი შვილი. არ ვიცი არაფერი. ჩემს შვილს არავინ არ უყვარდა მაგ ეტაპზე. ყველას უარს ეუბნებოდა და უარის გამო მიიღო, აი რა მიიღო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები ყვებიან, რომ 19 წლის გოგონა შეყვარებული იყო. გუშინ კი მეგობარ ბიჭთან დაშორება გადაწყვიტა, რაც მათივე ინფორმაციით ბიჭის გაღიზიანების მიზეზი გახდა. მოკლულის და მომხდარში ბრალს სწორედ გარდაცვლილის შეყვარებულს დებს და ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ შეყვარებულმა თვითმკვლელობას სცადა. დამიბარა, მივდივარ სერგოსთან, უნდა დავშორდეო. მანამდე დაურეკია და უთქვია, რომ უნდა გნახო და ჩემადაც ვცხო, კარგი გნახაო და მე ჩემი და არ მინახავს. მე წამიყვანეს დაკითხვაზე იმის, მე სერგო რო იპოვეს აქ დაჭრილი. რომ მოვედი. თვითმკვლელობას სცადა თვითონაც, ხო? ხო, თვითმკვლელობას სცადა კი. მუცლის არაში იყო დაჭრილი, დავინახე. ათონელის 31-ში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ 26 წლის დაჭრილი ბიჭი დედაქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, სერიოზული. აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის ღრუში, ჰემოპნევმოთორაქსი, კანქვეშა ემფიზემა, ტრამბულ-ჰემორაგიული შოკი. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ამჟამად მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში შედარებით არის გაუმჯობესებული და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. რა მოხდა გუშინ საღამოს ათონელის ქუჩაზე და ვინ გაიმეტა 19 წლის მოდელი გოგონა სასიკვდილოდ? ამ კითხვაზე პასუხი სამართალდამცავებმა უნდა გასცენ. მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.